მოგესალმებით, კოლეგებო. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ხდომას გახსნილად ვაცხადებ. ეს გახლავთ პირველი ხდომა ამ 2025 წელს კომიტეტის საქართველოს პარლამენტში. მე მინდა პირველ რიგში განვლილი დღესასწაულები მოგილოცოთ ყველას. წარმატებული და ნაყოფიერი წელი მინდა გისურვოთ. ასევე დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია ყველა ქართველისთვის, გილოცავთ მინაობას, გვხარავდეთ ამ ძალიან საყვარელი ჩვენი წმინდანის მადლი, სრულიად საქართველოს. რაც შეეხება დღის წესრიგის საკითხებს, ფორუმი გვაქვს, შეგვიძლია დავიწყოთ. ესე იგი, დღეს ჩვენ სამი საკითხი გვექნება განსახილველი. პირველი გახლავთ ირაკლი იგივე დაჩ ბერაიას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი კოლეგა აღმასრულებელ ხელისუფლებაშია გადაინაცვლა იუსტიციის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ, ისე რომ პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი სამუშაოა, სამსახური, ამიტომაც მისი უფლებამოსილების შეწყვეტაზე უნდა ცხადია ვიმსჯელოთ. მეორე საკითხი გახლავთ უკვე კომიტეტის ხდომაზე თანამდებობის პირის მიერ სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის ხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების განხილვა. და შემდეგი საკითხი, ბოლო საკითხი გახლავთ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება. გთხოვთ დამამტკიცოთ დღის წესრიგი. მადლობა. პირველი საკითხი, როგორც უკვე მოგახსენეთ, არის ირაკლი ბერაიასთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. მე თქვენ წარმოგიდგენთ დასკვნის პროექტს, რომელიც მოამზადა კომიტეტმა. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ბერაიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა. მის მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის გამო დადასტურდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2025 წლის 13 იანვრის ნომერ მე-5 ბრძანებით ირაკლი ბერაია დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39 მუხლის მე-5 პუნქტის ბ-ქვე პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ბ-ქვე პუნქტის შესაბამისად, პარლამენტის წევრს ირაკლი ბერაიას ვადამდე უნდა შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საკითხი. ეს არის ცნობილი ფაქტი, დადასტურებული ფაქტი. ისე რომ თუ კი რაიმე კითხვა შენიშვნა არ გაგაჩნიათ, შეგვიძლია პირდაპირ კენჭი უყაროთ ამ საკითხს. ვინ არის მომხრე? მიღებულია ერთხმად. შემდეგი საკითხი გახლავთ კომიტეტის ხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის ხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების განხილვა. წარმოდგენილი არის ეს, დარიგებული არის კომიტეტის წევრებთან, კითხვა, შენიშვნა, მოსაზრება შეგვიძლიათ გამოთქვათ, თუ კი ასეთი არ არის, პირდაპირ შეგვიძლია უყაროთ კენჭი უკვე ამ საკითხს. ვინ არის მომხრე? მიღებულია ერთხმად. და ბოლო საკითხი, ეს არის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება. ამ საკითხთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ცალკეული მიმართულებების შესაბამისად იქნა განსაზღვრული დეპუტატები, კომიტეტის წევრები, რომლებიც იქნებიან ამ საკითხებში ჩართულნი. ჩვენ შეგვიძლია მათი სურვილის შესაბამისად შემდგომ უკვე ასევე მოვახდინოთ გარკვეული ცვლილება ამ გეგმაში, რომელსაც კომიტეტის თანხმობა დაჭირდება, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ ეს მიმართულებები კომპეტენციის გამოცდილების პროფესიონალიზმის შესაბამისად ჩვენ კომიტეტის წევრებისა იქნება სრულიად მისაღები და შესაძლებელი. თუ რაიმე კითხვა, შენიშვნა, მოსაზრება არ გაგაჩნიათ, შეგვიძლია ასევე ამ საკითხსაც უყაროთ კენჭი და დავამტკიცოთ გეგმა. დიდი მადლობა. სხვა რაიმე მოსაზრება საკითხი თუ არ არის, კომიტეტის ხდომას დასრულებულად ვაცხადებ.